გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. დაპირისპირება მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან და კვარაცხელიას განცხადება, რაც წერს ფრანგული პრესა. ლიონმა მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი დაასახელა, რამდენად შეელევა კლუბი ქართველ ბომბარდირს. ამ ვიდეოში მე ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოგიმზადეთ, ამიტომ თხოვნა დამიფასოთ შრომა, გამოყოთ 2 წამი და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე არ დაიზარო არხის გამოწერა, რადგან ჩვენი საბოლოო მიზანია რომ 100,000 გამომწერს მივაღწიოთ. მადლობა მეგობარო, თუ ეს ჩემი 2 პატარა თხოვნა გაითვალისწინეთ და მოდი დავიწყოთ. კლუბი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, როგორ დაიმშვიდობა ქოჩოლაშვილი ლევანტეს ქომაგებს. ცოტა ხნის წინ ქოჩოლაშვილი ლევანტეს დაიმშვიდობა. ქართველმა ნახევარმცველმა სოციალურ ქსელებში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და კლუბსა და მის გულშემატკივრებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა. დღეს თქვენს წინაშე ემოციებით სავსე გულით ვდგავარ. სიტყვებით ვერ აღვწე, რამდენად მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც 2 წლის განმავლობაში ერთმანეთს გავუზიარეთ. კლუბში მოსვლის პირველივე დღეს ვიგრძენი, რომ ერთი დიდი ოჯახის წევრი გავხდი. მოვედი გუნდში, რომელიც ისეთივე გრძნობით იბრძოდა და ოცნებობდა როგორც მე. რთულ პერიოდში მოვედი. ჩემი ქვეყანა და სამშობლო ერთი ოცნების ასრულების მიზნით დავტოვე. მინდოდა რომ სოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში მეთამაშა. რთული გზა იყო, რომელიც სავსე გახდათ ჭრილობებითა და მძიმე მომენტებით, მაგრამ თქვენში ყოველთვის პოულობდი მხარდაჭერასა და ბიძგს, რაც მაძლევდა ძალას რომ ბრძოლა გამეგრძელებინა. თავდადებამ და სიყვარულმა, რასაც ყველა მატჩისას, როგორც წაგებისას, ისე მოგებისას აჩვენებდით, მასწავლა, რაც ნიშნავს იყო ასეთი განსაკუთრებული ფანების მყოლე გუნდის ფეხბურთელი. უმაღლეს დივიზიონში აღზევება და ამ წარმატების თქვენთან ერთად აღნიშნვა ჩემი ცხოვრების ერთი უბედნიერესი მომენტი იყო. მადლობა რომ ყოველდღიურად ძალას მაძლევდით და ყოველ ნაბიჯზე მაგზნობინებდით რომ მარტო არ ვიყავი. ლევანტეში გატარებული პერიოდი მხოლოდ საფეხბურთო ამბავი არ არის. ესაა გაკვეთილი იმისა რომ უნდა იბრძოლა და ოცნებები ასრულდება. დღეს დამწუხრებული ვარ, რადგან ტოვებ კლუბს, რომელიც ძალიან მიყვარს. თუმცა იმეცად და აღტაცებასაც ვგრძნობ, რომელიც ნათელ მომავალს მოაქვს. მადლობა ყველა მომენტისთვის, მადლობა უდიდესი მხარდაჭერისთვის და მადლობა რომ ამ საოცარი გამოცდილების მიღების საშუალება მომეცით. თქვა ქოჩოლაშვილმა ვიდეოში. რათან ითხოვს სენტეტიენი, რა ხდება ზურიკოს თავს. ზურიკო დავითაშვილი რამდენიმე ევროპული კლუბის რადარზეა და მცირეა იმის შანსი რომ სენტეტიენში დარჩეს. ქართველი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით კი ახალი ინფორმაცია გავრცელდა და მწვანეების დამოუკიდებულების შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ სენტეტიენთან დაახლოებული გამოცემის თანახმად, ფრანგული კლუბი ზურიკოს სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. აღსანიშნავია რომ მწვანეებს ოფიციალური შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია, მაგრამ სენტეტიენი არ ჩქარობს და მოვლენების განვითარებას ელოდება. დავითაშვილს კი სტრასბურგს, რენს, ბეშიქტაშსა და გალათასარაის უკავშირებენ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კი ჯერ ძალიან დიდი დროა. ამიტომ ზურიკოს შესახებ გავრცელებულ ყველა ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით. ბოლო პერიოდში უცხოურ მედიაში მიქაუტაძის ტურინის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ცნობები მოხშირდა. გამოცემა ტრანსფერფიდი კი უწყება, რომ ბებერმა ქალბატონმა ქართველის შესაძენად პირველი ნაბიჯი გადადგა. როგორც იწერება, ტურინულმა გუნდმა ლიონ შორჯის შესახებ მიმართა და მისი ინფორმაცია მოითხოვა. ხოლო როგორც ცნობილია, ფრანგულმა მხარემ იუვენტუს მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო მოსთხოვა. წყაროსნობით მიუხედავად იმისა, რომ ლაკაზეტის წასვლის შემდეგ მიქაუტაძე გუნდში პირველი ფორვარდია და ის თავს კარგად გრძნობს, შესაძლოა ქართველმა გუნდი მაინც დატოვოს. ამის მიზეზი კი ლიონის ფინანსური პრობლემებია. 45 მილიონი ევრო კი მათთვის საკმაოდ მომგებიანად ჟღერს. ამიტომ ნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები. კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა გამართა. ატლეტიკოს განადგურების შემდეგ კი ქართველი ფეხბურთელის გუნდი მოულოდნელად ბოტაფოგოს წინააღმდეგ დამარცხდა. შეხვედრა კი ბრაზილიელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა. კვარაცხელია კი შეხვედრის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო და გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა. ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ სოფას ხორმა კი მისი გამოსვლა 7.8 ქულით შეაფასა, რაც ვიტინიას შემდეგ პარი სენ-ჟერმენის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ბოტაფოგოს წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. 24 წლის გარემარბმა კი 12-დან 7 ბრძოლა მოიგო და ერთი საკვანძო გადაცემა მიითვალა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ხვიჩამ თამაშის შემდეგი სიტყვებით შეაფასა. რთული შეხვედრა იყო. ბოტაფოგომ დასვაში ძალიან კარგად ითამაშა. გოლის გატანის შანსები ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ და მომდევნო შეხვედრას უფრო კონცენტრირებული უნდა შევხვდეთ. ვიცით რომ სოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ძლიერი გუნდები ასპარეზობენ. ყველა მათგანს პატივს ვცემთ და მოედანზე ჩვენი ფეხბურთის სათამაშოდ გავდივართ. რა თქმა უნდა ბედნიერი არ ვართ, რადგან დავმარცხდით, მაგრამ ეს ნორმალურია. ფეხბურთში ხან წააგებ, ხან კი მოიგებ.
მთავარია რომ მომდევნო შეხვედრას მაქსიმალურად ფოკუსირებული შევხვდეთ. სიეტლთან ყველაფერს გავიღებთ და ვეცდებით რომ გავიმარჯვოთ. ბოტაფოგო უფრო კონცენტრირებული და ენერგიული იყო, ამიტომაც მოგება დაიმსახურეს. თუმცა გვჯერა რომ თუ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ჯგუფიდან გავალთ და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შევძლებთ. პარი სენ-ჟერმენში თავისუფლება მაქვს და ამის გამო ბედნიერი ვარ. იტალია? იტალიაში ლიგა 1-ზე ბევრ რაღაცას ამბობენ, მაგრამ როდესაც აქ გადმოვედი მივხვდი რომ დიდი განსხვავება არ არის. საფრანგეთში ყველა ცდილობს რომ შეუტიოს. იტალიაში კი მთავარი მწვრთნელები ტაქტიკაზე უდიდეს აქცენტს აკეთებენ. საფრანგეთში მთავარია ერთიანი ძალები, შეტევა და თავის დაცვა. განაცხადა ხვიჩა. აღსანიშნავია რომ შეხვედრის შემდეგ ალანმა, რომელსაც კვარაცხელიასთან შელაპარაკება მოუვიდა, ქართველ ფეხბურთელს მიმართა და მოუწოდა რომ მეტი პატივისცემა გამოიჩინოს. მისი კომენტარი კი დეტალურად შემდეგია. კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, მას საოცარი სეზონი ჰქონდა, მაგრამ მოედანზე ყოფნისას აუცილებელია მეტოქეებისადმი პატივისცემა გამოვიჩინოთ. კვარაცხელია ოდნავ უპატივისცემულოდ იქცეოდა და მიწაზე დავაბრუნეთ, ამბობს ალანი. ახლა კი საინტერესოა თუ რა წერს ფრანგული პრესა ხვიჩას შესახებ. ფრანგული გამოცემა 90 მინი ხვიჩას შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს. უდავოდ PSG-ს რიგებში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელია იყო. პირველივე წუთებიდან, როდესაც მისი დარტყმა ვიქტორმა მოიგერია, ჩანდა რომ კვარაცხელია დღეს ფორმაში იყო. მარცხენა ფლანგზე მის უშუალო ოპონენტს ვიტინიოს კოშმარი მოუწყო. აჩქარებები, კომბინაციური თამაში, დრიბლინგი. კვარაცხელია შთაგონებული იყო. პირველივე ტაიმში მას პენალტის უნდა გამოემუშავებინა. გონსალო რამოსის მოედნიდან გასვლის შემდეგ კვარაცხელია ცენტრფორვარდი გახდა, თუმცა ამ უჩვეულო როლში თავი ისე კარგად ვეღარ წარმოაჩინა. ასევე ხვიჩას შესახებ ეკიპმაც დაწერა. მატჩის დასაწყისში შეუჩერებელი იყო. მან PSG-ს შეტევებს ჩაუყარა საფუძველი. მან შექმნა საფრთხე დრიბლინგისა და აჩქარების ხარჯზე. დაცვაში სამაგალითოდ იხარჯებოდა. შეტევაში კი რამდენჯერმე პარტნიორს ვერ გაუგო. წერია გამოცემაში. ფაქტია რომ დღეს პარიზული კლუბის დღე არ იყო, მაგრამ მათი თამაში უფრო ძალების დაზოგვას ჰგავდა, რადგან მათ წინ კიდევ მრავალი შეხვედრა ელოდებათ. ხანგრძლივი სეზონის შემდეგ კი ფეხბურთელებს დასვენება რა თქმა უნდა სჭირდებათ. მე კი მინდა აღნიშნო კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რაც კვარაცხელიას თავს ტრიალებს. კერძოდ ნაპოლის საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი ჯონობი მიკელის პოდკასტ უმრობდა, სადაც მან კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. ხვიჩასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მოედნის მიღმა საოცარი ადამიანია. მოედანზე კი ყველამ ვიცით რა ფანტასტიკური ფეხბურთელიცაა. ვიცოდი რომ ის დიდ ნაბიჯს გადადგამდა. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდებოდა. კვარაცხელიასთან ხშირად ვსაუბრობთ და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. როცა პარი სენ-ჟერმენში გადავიდა, მას შემდეგი რამ უთხარი. პარიზში წადი და სიამოვნება მიიღე. ვიცი რომ იქ საოცარ რაღაცებს გააკეთებ. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია რომ ბევრს მიაღწიოს. განაცხადა ოსიმენმა. ლიათი სპორტის ინფორმაციით კი კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს ვიქტორ ოსიმენის ყიდვას ურჩევს, მაგრამ თავად კლუბს და გუნდის თავკაც ლუის ენრიკეს სხვა შეხედულებები აქვს. ამიტომ ეს ტრანსფერი საკმაოდ რთული ამბავია. 1 მილიარდიანი ბიუჯეტი და 7 ფეხბურთელის გაშვება. ბარსას მასშტაბური გეგმები. მეგა ტრანსფერი მადრიდის რეალში. ფლორენტინო პერესმა პირობა დადო. ჩაბი ალონსოსა და ფლორენტინო პერეს შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 2 საათიანი შეხვედრა შედგა. ესპანელმა სპეციალისტმა გუნდის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე გუნდის განკარგულებაში უკვე არიან არნოლდი და დინ ჰოისენი. ასევე რეალს მალე შეუერთდება ფრანკო მასტატუონოც, მაგრამ ჩაბი ალონსოს სხვა მოთხოვნების აქვს. რეალის თავკაცმა პერესისგან მიიღო დაპირება, რომ ისინი ძალიან მალე მეგა ტრანსფერს განახორციელებენ. ეს კი აუცილებლად იქნება ვარსკვლავური სტატუსის მქონე ნახევარმცველი. ჩაბი ალონსო შუახაზის გაძლიერებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს და გუნდი ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობს. ასევე ცნობილია, რომ რეალი დაიმატებს მარცხენა მცველს და ასევე დიდ ყურადღებას გაამახვილებს ხოსელუ სტილის ფორვარდის დამატებაზეც. ამიტომ რეალს მომავალი სეზონისთვის ძალიან დიდი გეგმები აქვს. ცოტა ხნის წინ ჟუან ლაპორტამ ბარსას ეკონომიკის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. პრეზიდენტი კი ხომაგებს პირდება, რომ უახლოეს წლებში კლუბს წინსვლა გარანტირებული აქვს. ჩვენ მუშაობთ ეკონომიკის გასაძლიერებლად. ჩვენ უკვე სტაბილურიდან პოზიტიურზე გადავედით. ცხადია, რომ ლამასიას ფეხბურთელებს ეკონომიკური კვლევის მიხედვით ნულოვანი ღირებულება არ აქვთ. ლამინე მაგალითად მსოფლიო დონის მოთამაშეა. ყველა მათგანს აქვს ძალიან მაღალი საბაზრო ღირებულება. ამ სეზონში ჩვენ 980 მილიონი ევრო შემოსავალი გვექნება. ბიუჯეტი კი პირველად 1 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. კომერციული კუთხით ნაიქთან კონტრაქტი გაფორმდა, რაც ყველაზე დიდი გარიგება. ამან კი ამ სეზონში ჩვენ 280 მილიონი евро მოგვიტანა. საერთაშორისო ასპარეზზე გასულ სეზონში 100 მილიონ ევროზე მეტი გამოვიმუშავეთ. ამ სეზონში კი 140-დან 150 მილიონამდე. ამიტომ მოხარული ვართ, რომ ეკონომიკური აღდგენის ამ ეტაპს ვხედავთ, განაცხადა ბარსას პრეზიდენტმა. სწორედ ამ ყველაფრის ფონზე კი კლუბს სურს, რომ fair
ფეირპლეის წესები მაქსიმალურად დაიცვას და სატრანსფერო ბაზარზე პრობლემები აირიდოს. ბარსა კი ლა ლიგის წესების დასაცავად 7 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს. კატალონიელებმა ესპანიოლის მეკარე ჟუან გარსია შეიძინეს და ასევე ახლოს არიან ნიკო ვილიამსის გაფორმებასთანაც. ხოლო იმისათვის, რომ ბარსამ ლა ლიგის ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილოს, კატალონიელებს იმედი აქვთ, რომ მარკ ანდრე ტერ შტეგენს, ანსუ ფატის, პაუ ვიქტორს, პაბლო ტორეს, ინიაკი პენიას, ანდრეას კრისტენსენსა და ორიოლ რომეუს გაყიდია. აღსანიშნავია, რომ ბარსა არ გეგმავს მსხვილ გაყიდვას, მაგრამ არაუხოს შემთხვევაში თუ შესაბამისი შეთავაზება მიიღეს, კლუბი ამაზე დაფიქრდება. ამიტომ მივყვეთ მოვლენების განვითარებას. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხონა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.